გამარჯობთ მეგობარო, ეს არის რიგით მეოთხე გაკვეთილი და დღეს გასწავლით როგორ გააძლიეროთ თქვენი სუსტი ფეხი. წავედით. მე დღეს წარმოგიდგენთ ვარჯიშს, რომელიც დაგეხმაროთ მარცხენა ფეხის გაუმჯობესებაში. მივიდივართ ფიშკამდე. მოძრაობით ვატყუებთ ფიშკამდე და ვუტყავთ კარში. ეს არის ჩვენი პირველი ვარჯიში, რომელიც დაგეხმარებათ ძირითადად ვინგერებს, რომ შუისკენ შემოიტანოთ ბურთი და დაარტყათ. ფიშკასთან მივიდივართ ნელა. ვატყუებთ მოძრაობით და ვუტყავთ კარში. ეხლა კი მე გაჩვენებთ ამ ვარჯიშის პრაქტიკაში სწრაფად. მივიდივართ ფიშკასთან. ეხლა მე წარმოგიდგენთ მეორე ვარჯიშს, რომელიც ასევე დაგეხმარებათ მარცხენა ფეხის განვითარებაში. ისევ მივიდივართ ფიშკასთან ნელა, ვატყუებთ კვეთი მოძრაობით და ვუტყავთ დიაგონალზე. ან ახლო კუთხეში, რომელიც მე გარშგან დაუცველია. მე ეხლა ყველაფერს მოვიყვან პრაქტიკაში. ჩვენი რიგით მესამე ვარჯიში და ეს ვარჯიში ექვემდებარება დარტყმას. ბურთი უნდა მოვაფასოთ საპენალო ნიშნულზე. უნდა გავიღოთ ოდნავ ძელი გამორბენი, როდესაც გამოვიქანებით, უნდა შევეცადოთ, რომ ბურთს მივცეთ მიმართულება ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. და ასევე შეგვიძლია დავარტყათ შიდა ნაწილით, ან თუნდაც გაჭიმული ტექნით. ეხლა მან ყველაფერს მოვიყვან პრაქტიკაში. ჩვენი რიგით მეოთხე ვარჯიში მიილია. თუ მოგეწონათ სუსტი ფეხის ვარჯიში, ეს ვიდეო დაალაიქეთ და გამოიწერეთ არქი, რომ ჩვენი სიახლეები არ გამოჩნდეს. კარგად. ნახვამდის.